Welcome to the corner of Ministry of Interior. We actually did our best to exhibit 4 innovation components for the ministry. The first one is our website, this guy developed the whole program package for that website. This is also brand training services, which is emergency, which is police, and all other 4 components. We're proud of having this pilot as well, which will be in use very soon. This is an interactive criminal statistic register. The GPS data for that place, cases, with dates you can find. All documents we processed in our archive are digitalized, electronically, and that's approved. And we said that used to work some in mineral waters company. თბილისში იმართება ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპული რეგიონული კონფერენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ამ ფილოსოფიის, ამ კონცეფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ ამ თანამშრომლობის ფარგლებში და დღეს სწორედ შევეცდებით, რომ მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს ვაჩვენოთ ჩვენი მიღწევები, სიახლეები, ეს არის 112-ის ინოვაციური სერვისები, ეს არის ელექტრონული არქივი, რომელიც გაციფრულებულ მონაცემებს მოიცავს 91 წლამდე და ეს არის დანაშაულის სტატისტიკის ახალი ინტერაქტიული რუკა, რომელიც არის სატესტო რეჟიმში, რომელიც real time-ში აჩვენებს დანაშაულის, ასე ვთქვათ, შემადგენლობებს სხვადასხვა რაიონში, ასევე იძლევა შედარების საშუალებას, თუ როგორ იმატა, თუ იკლო დანაშაულმა ამა თუ იმ რაიონსა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე გსურს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მოუხმარებლებს და დაინტერესებულ პირებს ჩვენი ვებგვერდი, პოლიციის ვებგვერდი, რომელიც არის ძალიან ადაპტირებული ყველა სეგმენტზე, განსაკუთრებით უსინათლოთათვის მოიცავს იმ ტექნოლოგიებს, სთავაზობს, რომ მათ შეძლონ ინფორმაციის მიღება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროს შესახებ, რომელიც დანაშაულს ებრძვის ქვეყანაში. ვებგვერდს ყავს ათეულობით 1000 მომხმარებელი და მის შინაარსი ყოველთვის არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი, ალბათ თქვენც ადევნებთ თვალს ამას მედიით.